იღებს ამ საწყის 25 წუთში ჩაწოდება საჯარიმოში ძალიან მწვავე და სახიფათო და იქნება 5 წლის 20 წლის მოთამაშე, რომელსაც განმავლობაშია 19 წლის განელი მოთამაშე იმ მატჩში ძალიან აქტიურად ჩაერთო თამაში და საბოლოოდ შეძლო გამარჯვების გოლის გატანა. აქ შეიძლება გავიდეს გოლი, ძალიან სახიფათო ეპიზოდი, არ უნდა უატარა იყო კვლავ ყურადღების ცენტრში. თამამად გადადიან დილას მცველებიც იერიში, აქ შორიდან დარტყმა და დემერო ბუსკერიამ მარტივად მოახერხა ამ ბურთის დაუფლება, გარკვეული შანსის და ხიფათის შექმნის ბრძოლაში და მით უმეტესად ევროზონაში. კაბიძე ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა, ეს იყო მომენტი. აბდალა ხვაიხალი ცდილობდა გოლის გატანას. ისმერი წერტილიდან ფაქტობრივად მსგავს სტილში ზუსტი გამოზომილი რბილი პასებით ურკინა ფასოს მოთამაშე კიდევ ერთხელ. გაცილებით უფრო შედეგიანი შეიძლება ყოფილიყო. კროთელები უკეთ გამოიყურებოდნენ ამ კონტრირიშების ფონზე. დილა კი ერთ-ერთ პირველ პოზიციურ შეტევას ამზადებს. გადარჩა ამ ეპიზოდში კოლხე თამამ თამაშს და ნახოთ ეს გუნდს დაუფასდება თუ არა. მარჯვნივ გადაცემა პაღავა, რომელიც ზედიზედ მესამე შეხვედრაში ეცდება გოლის გატანას დარტყმა. დავით კერესელიძე უფლება ბურთს. თამაშობდა და მის ნაცვლად 7 ნომრით გიორგი ხარებავა გააგრძელებს თამაშს. ეს კი მომენტი, როდესაც ყველაფერი ფაქტობრივად იდეალურად გააკეთა. ერიში როგორ გაგრძელდება, გამოცოცხლდა თამაში, ორმხრივი იერიშები დაიხუძლა, შეყილაძე კარგი გადაცემა. უკან პასი შორიდან დარტყმა და გრძელდება კვლავ ეს შეტევა და საბოლოოდ დემეტრე ბულისკერიამ გადაარჩინა თავისი გუნდი. თან ძალიან კარგი პლასტარმია ამ ყველაფრისათვის. ბუღრიძე გაექცა 11-ს, ეს პასიც გააკეთა აბდალა ხვაიხალი ფაქტობრივად 1-1-ზე დარტყმა. 1-0 დილა დაწინაურდა 74 წუთზე. ამ ძალისმოვამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო. ერთხელ განმეორებით ნახეთ, საიდან წამოიღო ბურიძემ ბურთი კონტრიერიში, რომელიც საბოლოოდ წარმატებულად დაასრულა. მერე გახედა თანაგუნდელს, ეს პასიც შესანიშნავი გამოვიდა, ასე რომ ცვლილება, რომელიც განახორციელა დიეგო ლონგომ 11 გოლით ლიდერთა შორის. აქ ნახოთ ჯერეს შეტევა, ბუღრიძე დარტყმა, ბასინგა და ხარიხას ხდება ბურთი, გადარჩა კოლხეთი კვლავ. და მაინც კიდევ ერთხელ განმეორებით ამ ეპიზოდია საუბარი სწორედ, თუმცა მაინც ვერ გაიტანა დეობასინგა. ოტე გიორგაძე მისცა ნიშანი იმისა, რომ შეხვედრა დასრულდა, ეს ნიშნავს იმას, რომ აბდალა ხვაიხალის გოლით, რომელიც 74 წუთზე გავიდა